მანდელ ბრძოლას მოგეხსენებათ ის გაიმართება ქვემძიმე კატეგორიაში და ზემძიმე კატეგორიაში და ჩვენი მებრძოლები როგორც უკვე მეუბნებიან მზად არიან იმასაც შეგახსენებთ რომ ეს არის ამ ადამიანების უკვე მესამე დაპირისპირება პირველი ორი დასრულდა ფრედ და იმედია რომ დღეს გავავარდებთ გამარჯვებულს და საბოლოო ჯამში გვეცოდინება ვინ უფრო ძლიერია გიორგი გუნდიშვილი თუ გიორგი კალათოზი ვეპატიჟები ამასობაში მებრძოლებს რომ მოვიდნენ აპლოდისმენტები გიორგი გუნდიშვილი ანაშიას ხუთი გაუმარცხებელი მებრძოლი სველის გამია ის არ გვიკატრება როგორც მატყობინებენ გიორგი კალათოზი გაიქცა და სამწუხაროდ მოგესალმებით არ გვეყოლება დღეს პრესკონფერენციაზე როგორც სად არის გიორგი კალათოზი მინდა გითხრა რომ ჩვენის მოსწავლე ტიპის დაზღვევა არის ასე რომელიც დიდი ალბათობით დაჭირდება ჩემ მეტოქეს ეგ უნდა გაგეფრთხილებინეთ წინასწარ მე არ ვიცოდი მე ვაშაბათობის წამყვანი ვარ და ჩვენის მოსწავლე ტიპის დაზღვევა ჩვენის მოსწავლე არაა აგერ მოვიდა გიორგი კალათოზიც აპლოდისმენტები კი რა თქმა უნდა ალბათ თქვენ უნდა დასვით შეგეძლოთ მე კი აფერ მაინტერესებს დაძენ ბატონო გიორგი გიორგი კალათოზი და გიორგი გუნდიშვილი ჩვენი ორი მებრძოლი დღევანდელი დაპირისპირების დღევანდელი თავარი მეინ კარდის ორი მებრძოლი ძალიან გთხოვთ ხელს მიგვიშლით პირველ ნომრად აპირებს ჯგუფს და ეგრევე ინიციატივა ჯერ ჩვენ მოვისმენთ განცხადებებს ჩვენი მებრძოლების და მე უკვე მივიღებთ კითხვებს დამცველ საზოგადოებისგან, ჟურნალისტებისგან და მაყურებლებისგანაც ასევე. ბატონო გიორგი თქვენ დააგვიანეთ, ამიტომ გიორგი გუნდიშვილისგან დავიწყებ პირველი განცხადებას მოვედი მე თქვენ. გამოგაცხადეთ მანამდე, მაგრამ არ იყავით. ბატონო გიორგი, თქვენი განცხადებით დავიწყებთ, რისი თქმა გსურთ პრესკონფერენციის დასაწყისში. პრესკონფერენციის დასაწყისში იმის გსურს, რომ აქ მომისმინე კალათონი, მე ვერაფერს აღარ გაიგებ ხუბის მერე. და ძალიან ცუდია რომ მართლა ხანდა ეგდები ძის და ხმას ვერ ამოიღე. ამ დღესო ჩაინიშნა ცუდია რა ხუბი, იმიტომ რომ დარჩენილი პერიოდი ძალიან ცუდად უნდა გაატაროს ლაივში კალამ და ორშაბათს ჯობდა? ჰა? ორშაბათს ჯობდა, მაინც თულადევს ხოლმე ორშაბათზე. კი, რა თქმა უნდა ბოლოს. მაგრამ ნაცემი იდოს ამ მნიშვნელობა. იმედია საწრუპით ჭამა უყვარს და ჩია გაღივებული აქვს გიორგის აკრეფილი. პირველ რიგში მე მინდა მივესალმო ჩემს გულშემატკივრებს, ჩემ მაყურებლებს და შევპირდე ძალიან სანახაობრივ ორთაბრძოლას. რაც შეეხება ჩემი ოპონენტის მიერ განცხადებას, მინდა რომ პასუხი გავცე. მან ჩემზე ინერვიულა, რომ ვეღარ გავაგზავნებ ლაივს ნორმალურად და მე პირადად სახლში გავუშვებ პირდაპირ, იმიტომ რომ ძალიან ენატრება ჩემ ნაცვლს, მამამისი. და აქ გუნდიშას ისეთ პირობებში ჩავაგდებ მე რომ აქ საერთოდ ვეღარ დარჩება და წასვლა მოუწევს. ამიტომ ალექსანდრე ჩემკენ არის როგორც ვიცი მე. თუ მეტი განცხადება ამ შემთხვევაში გასაკეთებელი არ გაქვთ, ძალიან გთხოვთ რომ კითხვებს მივიღებთ მაყურებლისგანაც და დამცველ საზოგადოებისგანაც. აუ მარო ჩამოვიდე და მართლა ეგრე იყო რომ ნათლიას ბალეში ყოფდი დაგვიდო. ვაკო ყიფიანის გეკითხვა. გამარჯობა გაზეთი კალა გაახევს სახეს გუნდიშას. გააჩმევინეთ ვინ არის ბიჭო ეს ჩემი საყვარელი გაზეთი ამას ვკითხულობ სულ ეს თავისუფლება ჩვენთან არაა შეზღუდული ასე რომ ისმენთ ბატონო გიორგი აი კონკრეტული გეგმა თუ გაგაჩნიათ და ვადაზე ადრე თუ გიგმოთ რომელ რაუნდში ფიქრობთ რომ დააფინიშებთ მეტოქეს ფიქრობ თუ გუნდიშა მდინარის მხარეს დადგება ფიქრობ პირდაპირ მდინარეში გადავაგდო თავით აი ეს ჩაფხუტი მას ალბათ ვადამდელი ფინიშისგან დაიცავს გარკვეულწილად მაგრამ დინარის გადაგდებისგან ვერა, როგორც თუ შევთანხმდით, რომ დინარის თუ ჩავაგდე, უნდა გააჩეროს საჯბა თამაში უკვე და ეგეც იქნება დაწუნებული, რომ დინარი თუ წაიღო ახლა თქვენი მეტოქე, მე ვიღაცას უნდა ეჩხუბოთ. აი, შემდეგ შეკითხვა. გაზეთი შუარა ბებერია. იცით და უკაცრავად ერთად. ჯერ ხელი აიწიეთ და მე გეტყვით. შემდეგ სხვას არ გაქვთ. პრესის თავისუფლებაო, გისმენთ. გაზეთი შუარა ბებერია, ბატონ გიორგი გუნდიშვილთან მაქვს ესეთი კითხვა, როგორ ემზადებოდით ამ ბრძოლისთვის, თქვენი მოსამზადებელი კემპინგზე თუ შეძლო გვიწევთ? მოგიხსენებათ, რომ ჩემი მეტოქე ჩემთან შედარებით ბევრად მძიმე წონოსანია და ძირითადად ყვებით გაძლიერებულ ყვებაზე ვიყავით, კბილე უსჭამდი ხოლმე ძალიან დიდი დოზით, რომ დავწევთ, მაგრამ ვერ მოვახერხე, ასე რომ ისევ სუბუქი წონიდან მომიწევს შეტევა მეტოქისთვის. მე როგორც ვიცი დღეს თელდრე გეძინა, მე დავსვავ ერთ კითხვა. თელდრე გეძინა დღეს და რამდენად დაგეხმარა ეს მომზადება. ჭამა ძილი ესე. ხომარი? მაგარსებმა. არა. ჭამა ძილი სექსიც იქნება, იმიტომ რომ ოედანზე განახე. ვინ არის ნამდვილი მამაკაცი, ვინ არის ნამდვილი მამაკაცი? გამოჩნდება. ძალიან კაი. შემდეგი შეკითხვა.
მაყურებლებისგან ხო არა დამცი საზოგადოებას ამოეწურა როგორც ჩანს ამწუხარებას ხები დიახ შუარა ბებერიადან ისე ვიგეთო არა ეს ხო გაზეთია აბა ორში მუშაობთ გაჭირვებული ცხოვრება გაზეთი ანიმე პოდკასტი ბატონ გიორგის კალატოს რომელ ანიმეს პერსონაჟს შეადარებდით თქვენ თავს One Punch Man-ი რა თქმა უნდა. One Punch Man-ი, იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე ერთ დარტყმაში დასრულება. და ბატონ გუნდიშას რომ პერსონაჟი შეადარებთ. გუნდიშა One Punch Man-ში პერსონაჟი ისეთი ბაყაყი, Deep Sea King-ია და დაარტყმს ეს One Punch Man-ი, წვიმა ჩერდება, ისეთი ძლიერი დარტყმა იქნება და გახეთქავს შუაზე და ამას შევადარებ. ოღონდ უკვე გახეთქილ შევადარებ. საიდან აქვს ჩხუბი დასწავლი ძალიან საინტერესოა. გაზეთ დატო გოუთია. რა მადლობა. ისმეთ. გვაინტერესებს ვის გამოიწვევთ გამარჯვების შემთხვევაში ორივენი? არ გიფიქრია ხო შენ მაგას მე დაფიქრი მაქვს. რა თქმა უნდა מחარას შემდეგი ჩემი საკმილო იქნება מחარა ჩავალ მის დონემდე, მის წონამდე და იქვე ჩხუბები იმ წონაში არანაირი პრობლემა არ აქვს და სხვა შორის დავიწყე ახალ მეთოდოლოგიაზე ვარჯიში ყვება ისე ყვებები რომ მუცელიც ისეთი მქონდეს რომ შანსები გათანაბრდეს. თქვენ გიფიქრიათ თუ მე არ მფიქრია და מחარასთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდა. იმიტომ რომ ძალიან არის ვაგის თამაში რამე სპორტული ღონი იმაზე თუ გაქვთ ნახი დაუშვებელია მაგაცის რინგზე შემოშვება ჩემი აზრით და ეხლა ეს თუ დაეცემა იმ დონეზე არ ვიცი. ორ სულ ხალხს ხელს ვერ დაარტყა მაგრამ მესმის. ბევრია მართალია თუ ბევრია. მე რომ მოვიგეთ მე გამოვიწვევ ვიღაცებს. შემდეგ შეკითხვა? თვითონ ლიგის პრეზიდენტთან გვაქვს კითხვა. გვაინტერესებს იჭუბებთ თუ არა ნიკა შევარდნაძის წინააღმდეგ შეიძლება თუ არა ეს ბრძოლა ბატონო ვახტანგ. როგორც ხალხი იტყვის, თუ ხალხს უნდა რომ ეგ ბრძოლა ნახოს, მაგ ბრძოლას ხალხი იხილავს. თხოვთ კომენტარებში დაწეროთ რომ გვინდა ამ შობის ხილვა. თან ეს ჩხუბი როგორც შიშველი ხელებით უნდა შედგეს, ხო? და ისა UFC-ს წესებით. ბოქსერი კრივი ანგებით. UFC-ს წესებით იქნება. გისმენთ? ასე მაყურებლის კითხვა ეს გამოგიგზავნეს. წამყვანის კითხვა უგაცრავად. წამყვანის კითხვა. ბატონ გულდიშასთან ესეთ კითხვა. არ გეცოდებათ ბატონ კალო დეპრესიის შემდეგ თქვენი ნოკაუტი მოხდებაო? დავიწყებ საერთოდ ყველაფერს. განვლილი დრო საერთოდ შეიძლება დავიწყოს. იმიტომ რომ მოხდება დღეს ძალიან გემრიელად. ცხოვრებას თავიდან დაიწყებს ამ. რა თქმა უნდა. ნუ სხვანაირ ცხოვრებას დაიწყებს ალბათ. ძალიან კაი, ეგეც კაია ხა. არა მე ვაპირებ რომ მთელი ეს სიმწარე რა თქმა უნდა ამ თვეების განმავლობაში დღევანდელ ბრძოლაში ჩავანთხიო და პირდაპირ ბოდის ვხდი მაყურებელს აი ამ ვიზუალური აურზაურისთვის გულისხმობა სისხლებს და ამ შემდეგ რესი ყურებაც მოუწევს და ძალიან გთხოვთ რომ 112 გაფრთხილებული ყავდეთ მაინც იმიტომ რომ გუნდიშას თქვენი დახმარება ძალიან დასჭირდება და ახალი კბილები, ახალი ღვიძლი და ასე შემდეგ. ღვიძლით? დიახ. ამიტომ რომ დალია დღეს 1-2. გისმენთ? ბატონი გიორგი კალატოს ნამო შეკითხვა. როგორც ვიცით, ერთ გუნდში თამაშობთ ფეხბურთს და ეს ბრძოლა იქონიებს თუ არა გავლენას გუნდში ატმოსფეროზე. ბატონო, თქვენი სახელი მითხარით? ვახტანგი. ბატონო ვახტანგი. ჩვენ ასე თუ გავყვევით ახლა მე მეჯვარე ვარ ბატონო გიორგის. ერთ გუნდში თამაშობს საქმე არ არის. მაგრამ ნუ ხა ხდება ხოლმე. გაუყლებთ ხო, არის პოზიციაზე ადგილი თვალია დადებული ვიღაცას. ეს იცი რა იმან გამოიწვიოს თქვა ტატომ უნდა გამოიწვიოს მე თუ აქ ამის შნო და უნარი რომ გავამკლავს. მე ვიცი რომ მარტივად დავამყარებ წესრიგს ჩემს ხის სახლშიც მე უნდა გამოვიჭიო უკაცრავად ბაძაბზე. პოზიციისთვის ბრძოლას გულისხმობა და ვახტანგ ჩვენ გუნდი ყავს პრო კლუბში მოგეცანები. მე გუნდური შენ ჩმორი ხარ მარჯვნივ ვითამაშე. მესმის ტატო მესმის. და მაგდენი ჭამას შენასახში რომ მაგდენი მოიმატო არ არის თლად კარგი რომ აბსოლუტურ წონაში ამოხვიდე. გამიჭირდება ძალიან თქვენ წონაში ამოსვლაში. არის კიდევ რაიმე შეკითხვა, ანუ ბიჭი ივანიშვილის მაინტერესებს შენ ვიდეო ნახე ორშაბათობის TikTok-ზე რომ გუნდიშამ თუ დაინდო არ ვიციო, მაგრამ ისე გუნდიშა მოიგებსო. გინდა რომ შენ შემოხვიდე მე და რომ გუნდიშასო დავაყურდოებ, მიგაყოლო ზემოდან? ჰა? ამჯერად გაზეთი გარეთ გავიყრეთ, როდეს ითქვა. ძალიან მალე დავიწყებ, ცოტა ხანი მოგიზარდა. შეკცივდა, ვიცი რომ შეკცივდა და სახსახილო დაიწყე. ეხლა შემდეგ შეკითხვა. გაზეთი ვამოწერა. თუ იცით ბატონ გუნდიშ კალატოზის სუსტი წერტილები. ანუ რა სუსტი წერტილები თუ იმუშავეთ მის სუსტ ხარეზე და რა სუსტი ხარეები აქვს, რასაც გამოიყენებთ. შევისწავლე მე გიორგის ბრძოლა, კარგად. იყო დრო რომ ერთ გუნდში ვიყავით ერთად სპარინგოვდით ხოლმე და ერთად ვემზადებოდით. ძალიან მოძრაობა უჭირს ძალიან. წონიდან გამომდინარე რა თქმა უნდა. სუსტი კოჭები აქვს, ყველას ნანახი აქვს და სუსტი წერტილი აღარ არის შეჩება. მოძრაობა უჭირს არის. ვერ უთხრამს ხელს
სიტყვას ვერ წევს. იგივე კითხვით ბატონ გიორგისთან ვიქნები. იგივე კითხვით, სუსტი წერტილით მოქვს გუნდიშას? გუნდიშა ძლიერი წერტილები აქვს ძირითადად, მაგრამ მე არ მეშინია ძლიერი წერტილების. მე სუსტ წერტილში არც დავარტყამ. ძლიერ წერტილებში უნდა დავარტყა და იქ უნდა გავტეხო და იქ უნდა დავამსხვრიო. თმით უნდა ვითრიო. მე გამიჩნდა შეკითხვა ახლა და გაზეთი დაისიდან დაისამდე. აჰა. რას გულისხმობთ რომ მხოლოდ ძლიერ წერტილებში უნდა უტყათ? სადაპირებთ რომ უტყათ? ნუ გუნდიშას იცი კალა. ხრები, თქვათ, აი ეს რაღაც ზედა корпуსი აქვს საკმაოდ ძლიერი. ასევე ყბები ძალიან ძლიერი აქვს, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ დავარტყი იქ და ისე მარტო წაბარბაც და არაფერი მოუვიდა. და ძირითადად სახეში და ზედა корпуსში ვაპირებ დარტყმას. სხვაგან არ შეიძლება ისე რომ იცოდე. მოცელში უნდა უტყარი. თუ რამე ყველებზე შემდეგი შეკითხვა? ხო ძლიერსო ისე გაუსვავ მე მეგონა ამაზე საუბრობდა. მაყურებლისგან თუ არის? მაყურებლისგან თუ არის მგონი face-off-ის დრო მოვიდა. არის. აწევლია ხო? აგი რა ეხა იგივე პაპუა. პაპუაცვე. კითხვა ჟურნალისტებს შორისაც. დამშვიდეთ და ძალიან გთხოვთ, ვიცით რომ მოუთმენად ელოდებით ეხა ამ ორთარ ბრძოლას და ძალიან გთხოვთ რომ თუ გაქვს საყვარელი რაზეც გამოხვალთ ამ ლოკალურ სონგები თუ გაქვს. კი, copyright song-ები გვაქვს შერჩეული, რომ live-ში ფული ვეღარ ვიშოვოთ, მაგრამ ჩვენ დავწერეთ. საინტერესო რეპი ჩავწერეთ მე და ცოტნემ. თორე ცოტა დღეს მოღალატე ადამიანი გუნდიშას კუთხეს უმაგრებს, ზოთა ჩვენ ერთად ჩავწერეთ რეპი. და გამოვალთ ამაზე. სამწუხაროდ ბატონმა გიორგი გუნდიშვილმა, ბატონ ლუკა კალატოსთან ერთად და ბენისთან ერთად ჩაწერა ტრეკი, რომელსაც ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ მოპარული. რომელიც ჩვენ კუთხეშია. კი ბატონო, მოპარული საუნდით არის აწყობილი და აი ესე მოპარული დენტობით არის დღეს წარმოდგენილი გუნდიშა და მოპარული საუნდითაც ვერ გამოვა. მე თვითონ ვიმღერებ გასვლისას. აი, ამით უნდა რომ პერსპექტივა შეიქმნას, რომ ხალხი დააყრუოს. მეტი შეკითხვა თუ აღარ არის, შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენი ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, ეს არის შორის. კიდე ერთხელ რო გააკეთოთ არ იქნებოდა ურიგო, ამას ითხოვენ ორგანიზატორები. არა, ეხლა არა, ეხლა არა, ერთი წამი. ერთი წამი. მე გავალ, ერთი წამი. დაცვა, ბიჭი. მე დაერიეთ ერთმანეთს. ეს მაგიდა გავწიოთ, ხო ცოტა? და არ მოხსნის და ახლოს მოვა. შემდეგ იდგება შუაში. აჯიბინა. რაჯერ კობახი. დიახ. პიპკია ხარ შეჩი. მოდით. გადაკით. შეხების გარეშე. კონტაქტის გარეშე ზამთრობ. ახლა უნდა თქვარო, აა, გიყო. სულ. კაი, გინდა. ხელი გამ